ბავშვს ხასიათი ასეთი აქვს და ასეთი ნიჭი აქვს. თუ სხვა ნიჭს დააძალებთ, არ გამოუვა. რაღაცას მიაღწევს, რასაკვირველია, მაგრამ არ გამოუვა. აი ბავშვი დაგყვავს მუსიკალურ სასწავლებელში, არაფერი ნიჭი არ აქვს მუსიკალური. რაღაცას ისწავლის, როილაზე რაღაცას ისწავლის, შეიძლება კარგიც კი იყოს, ცეკვები, საღამოები გაიმართება, სადაცაც ქეიფი რაღაცა და დაუკრავს. არა, მაგრამ ეს დამკვრელი არ იქნება. შემოქმედი ვერ იქნება ამ საქმეში. და თუ ჩვენ მისი ენერგია აი აქ მივახარჯეთ, ვთქვათ 7-8 წელიწადი ხომ და იაროს მუსიკალურ სკოლაში ხომ და აქ მივახარჯეთ მისი ენერგია და ნიჭი სხვაგან ითხოვდა გალესვას, მაშ თქვენთან დაასკვენით, ბავშვს სიკეთე გაუკეთეთ თუ ხელი შეუშალეთ განვითარებაში და როგორ იქნება მისი მერე ცხოვრებაში გამარჯვება. იმას ამ ნიჭით თუ და გაემარჯვებინა, აი იმითი, რაც მან მოიტანა და მე ნაკლებად მივაქციე ყურადღება, ან მე რომელსაც თავად მიყვარს მუსიკა, აი მოინდომრო ჩემმა შვილმა მუსიკაზე იაროს გაათავდა, გინდა თუ უნდა დაამთავრო მუსიკალური დაამთავრა. მაგრამ იმავე დროში სხვა რამ უნდა გაკეთებული იყო.